ჩემს თაობაში ეს საკითხი როგორც ასეთი არ იდგა. ოღონდ იმიტომ კი არ იდგა, რომ ჩვენ არ გვახასიათებდა გარდატეხის ასაკთან დაკავშირებული სირთულეები. როგორ არ გვახასიათებდა, ძალიან მძაფრადაც გვახასიათებდა, მაგრამ ისევ იმ სოციოეკონომიკური სირთულეების გათვალისწინებით, რა სირთულეებსაც ჩვენ შევეჯახეთ უცებ ესე, ხო, რომ უცებ გაწყდა ელექტროენერგია, უცებ აცივდა სახლებში, უცებ აღარ იყო გათბობა და ჩემი ფსიქოემოციური მდგომარეობისთვის უბრალოდ იქ სივრცე სასაუბრო არ იყო. გაბორ მატე გვეუბნება, ხო, რომ მე თუ ბავშვობაში მომიწია ჩემი ავთენტურობის დათმობა, მე თუ მომიწია ბავშვობაში უარის თქმა ძალიან ბევრ რაღაცაზე, რაც ჩემი იყო და მე თუ მოვირგე ეს ჩემი რაღაცა ადაპტური იერსახე, ეს შემდგომ ძალიან დიდ სიცარიელეს განცდას მიტოვებს. და ამ სიცარიელეს მე ან დამოკიდებულებით ვივსებ და ახლა ჩემ თაობაში სამწუხაროდ მთელი სამეგობროები რეალურად დღეს უკვე აღარ არიან, იმიტომ რომ აი ამ დამოკიდებულებამ სხვადასხვა სუბსტანციაზე თუ თამაშზე თუ ნებისმიერ სხვა რაღაცაზე ძალიან დიდი მტკივნეული დაღი დაგვასვა, ხო? და აი ამგვარი სიცარიელის ამოვსებამ შესაძლოა სწორედ აი ესეთი რაღაცა რთული კვალი დატოვა